ნიკა მელია ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. სენატორების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი კონგრესმენებსაც შეხვდა. მათ შორის დეივიდ პრაის, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ფორმატის თანათავმჯდომარეა. ასევე შეხვედრები გაიმართა გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციების, გერმანიის მარშალის ფონდის, კარნეგის ფონდის და კენანის ინსტიტუტის წამყვან მკვლევარებთან. ნიკა მელიასთან შეხვედრების მთავარი თემა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკური დევნა და დაგეგმილი არჩევნებია. ანა ასათიანი საუბრობს ვაშინგტონში გამართული შეხვედრების მთავარი გზავნილების შესახებ. დღეს ნიკა მელიას შეხვედრებმა საკანონმდებლო ორგანოდან წარმომადგენელთა პალატაში გადაინაცვლა. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გავლენიან სენატორს დეივიდ პრაისს შეხვდა. შეხვედრა 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. იმ წუთებში, როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ხვდებოდა. ამიტომაც ბუნებრივია კონგრესმენმა პრაისმა და ნიკა მელიამ სხვა თემებთან ერთად რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე და რუსეთის გაზრდილ გავლენაზე ისაუბრეს. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა მნიშვნელოვან შეხვედრათა შორის, შეხვედრა რომელიც უახლოეს მომავალში აუცილებლად მოემსახურება ორ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის განმტკიცებას და ძალიან მიხარია, რომ აი უკვე მერამდენე დღეა ნაციონალური მოძრაობის დელეგაციას ეძება შესაძლებლობა გააცნოს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ახლად ფორმირებული ხედვა, რომელიც არის მათ მიერ მოწონებული და ეს ძალიან მახარებს. ხედვა, რომელიც ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ქართული პოლიტიკური რეალობის შეცვლას, ასევე ხედვა, რომელიც ეხება გრძელვადიან სახელმწიფოებრივ განვითარებას. თუ როგორი სახელმწიფო გვინდა ჩვენ გავხდეთ, სახელმწიფო რომელიც მუდმივად უნდა იყოს მოლოდინში დახმარებისა მთავარი პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, თუ გვინდა გავხდეთ სახელმწიფო, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლის თამაში შეუძლია თანამედროვე საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში. Თქონდა საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო პუტინის და ბაიდენის და პუტინის შეხვედრა და ვნახეთ რომ ძალიან მკაცრი მესიჯები დააფიქსირა ბაიდენმა. ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენმა მთავრობამ არ იმუშავა საკმარისად იმისათვის რომ საქართველოს თემატიკაც გაჟღერებულიყო. ეს ვიზიტი რაც ჩვენ დღეს გავმართეთ, ეს არა მხოლოდ კონკრეტულად ერთი პარტიის საქმე არის, ეს არის სახელმწიფოებრივი საქმე. სამწუხაროდ მაშინ როდესაც ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოს ზოგადად სახელმწიფოს ზინავს და ქვეყანაში მიმდინარეობს ამისთანა მძიმე და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები, ჩვენ ვაკეთებთ იმ საქმეს, რასაც უნდა აკეთებდეს დღეს ქართული ოცნება. შევხვდით კონგრესმენ პრაის, რომელიც არის კონგრესის პარტნიორობა დემოკრატიისთვის ძალიან საქართველოსთან თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატის თანათავმჯდომარე. ყველა მხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან დიდ პოტენციალს ხედავენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თაობის ლიდერებში და ხაზი გაუსვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და კონკრეტულად ნიკა მელიას როლს, როგორც გამაერთიანებელს ოპოზიციურ ფრონტზე. ნიკა მელია ასევე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს საქართველოში ჯონ ტევტს და კარნეგის ფონდის უფროს მკვლევარს პოლ სტრონსკის. კოვიდ ვითარების და შეზღუდვების გამო შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში გაიმართა დასავლელმა პარტნიორებმა, რომლებმაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დაპატიმრების გამო ქართულ ოცნებას თავს კრიტიკის ზვავი დაატეხეს. ჩვენთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ ფაქტს, რომ მთავარი ოპონენტის ციხეში ჩასმით საქართველოს დემოკრატია უკან დაიხია. ნიკა მელიას შესახებ ბევრი მსმენელია, მიუხედავად იმისა, რომ მე მას პირადად არ ვიცნობდი, რადგან ჩემი ელჩობის პერიოდში ის არ იყო ქართულ პოლიტიკაში. შეხვედრაზე ვცლად ვისაუბრეთ, მან ნაციონალური მოძრაობის გეგმები და ხედვები გამიზიარა. ძალიან კარგად ამიხსნა თუ რა სიტუაციაა ახლა საქართველოში. ვაშინგტონში კონსენსუსია მიღწეული, კონგრესმენები, სენატორები და საქართველოს მეგობრები თანხმდებიან, რომ პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმა დემოკრატიის პროცესისთვის ნამდვილად არ იყო სწორი. ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება ძალიან პრობლემური საკითხი და დემოკრატიის გზაზე განცდილი რეგრესია. ასეთი ინციდენტები ეწინააღმდეგება ისეთი საქართველოს პრინციპებს, როგორადაც მე მას ვხედავ. ნიკა მელია არის ლიდერების ახალი თაობა. ის იმაზე ახალგაზრდაა, ვიდრე ვფიქრობ. ამის მიუხედავად, მას აქვს სამომავლო ხედვები საქართველოსთვის. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება, ხვალ ნიკა მელია თავის თანაგუნდელებთან ერთად შეხვედრებს შეერთებული შტატების სენატში გამართავს.